რომ არ ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა დიდი ხნის წასული იქნებოდა ქართული ოცნება, მე მგონია რომ ნაციონალური მოძრაობა რომ არ ყოფილიყო დიდი ხნის წინ მოხდებოდა ის, რაც დღეს ხდება. იმიტომ რომ რა არის, იცით, მუდმივი საუბარი თქვენ რაც აღნიშნეთ, რომ აი ბევრს აქვს შიში, არის დარაზმული ის როგორ არის? აქ ნაციონალური მოძრაობის პოზიციონირებას აქვს მნიშვნელობა და მე საკუთარ როლს ამაში ვხედავ და ჩემი მეგობრების და გამოცდილი ადამიანების და ამ პოლიტიკური ორგანიზაციის რეგიონალური წარმომადგენლების რომ. როდესაც ეს პარტია იყო საუკეთესო ფორმაში 2018 წელს, 2020 წელს, 2021 წელს, შედეგები არაჩვენებდა რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კვდება ნაცმოძრაობის შიშში. ტყუილია ესეც რა. უბრალოდ ის არის, როდესაც პროპაგანდა შენგებძვის, ფინანსურად ფაქტობრივად არაფერი აღარ აქვს შერჩეული. როდესაც შენი ლიდერები მიჯრით ხან ერთი, ხან მეორე სხედან ციხეში. ეხლა ბოდიშვიხტი, მაგრამ დღეს რა დილემაც დაუდგა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომ ვერც ერთი საარჩევნო კამპანიას ვერ ატარებს, იმიტომ რომ ზოგი ლიდერი ციხეშია და ზოგი ლიდერი ქვეყანაში არ არის, გამოცადეს ნაცმოძრაობა რას გადის? მე არ ვუსურებ არავის, რომ ათობით ათასი მათი მომხრე ვიღაცამ პროკურატურაში მიათრიოს და ჩვენების მიცემა მოთხოვოს მათ უფროსზე.